ზურმუხტის ფილა, ასე ეწოდება ტექსტს, რომლის ავტორად თოთ ტრიმეგისტრია მიჩნეული და რა სახის სამყაროს საიდუმლოებაა მოცემული ამ ტექსტში, რომლის მიმართაც დიდი ვნებათახელვა არსებობს. ლეგენდების თანახმად თოთ ჰერმეს ტრისმეგისტრი ეგვიპტის მეფე იყო, რომელიც შემდგომ გააღმერთეს. იგი იყო ფილოსოფოსი, მოგვი და ბრძენი, რომელიც ჩვენს დაღრიცხვამდე 10,000-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა. იგი ფლობდა ატლანტების ცოდნას და აზიარა მას ეგვიპტელები, რაც წარმოადგენს ზურმუხტის ფილა. იგი ძველ ეგვიპტური ჰერმეტიზმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად ითვლება. ლეგენდის თანახმად ფიზიკურად იგი ზურმუხტის ფილას წარმოადგენდა, რომელზედაც ამოტვიფრული იყო ტექსტი. ჰერმეტიზმი ლათინურიდან პირდაპირ თარგმანით ნიშნავს საიდუმლოს ფარულს ამოუცნობს. ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობაა მაგიური ძალების გამოვლენა ადამიანში და მისი მართვა, ტელეპათია, ასტროლოგია და საერთოდ ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც მეცნიერების მიერ ჯერჯერობით აუხსნედია. ჰერმეტიზმს ასევე ოკულტიზმს უწოდებენ. ზურმუხტის ფილების სიძველე განსაცვიფრებელია. ხელნაწერი ჩვენს დაღრიცხვამდე 36,000 წლით არის დათარიღებული. მათი ავტორია ატლანტიდელი ქურუმი თოთი, რომელმაც მშობლიური კუნძულის ჩაძირვის შემდეგ ძველ ეგვიპტეში კოლონია დააარსა. მან მიაგო გიზას პირამიდები, რომელიც მოგვიანებით ფარაონ ხეოფს მიაწერეს. პირამიდებში ატლანტმა დიდი ცოდნა, გამოცდილება, უძველესი ხელნაწერები და ძველი ატლანტების ნივთები გადამალა. ატლანტი უკვდავი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვალების გარეშე შეეძლო დაეტოვებინა აქაური სამყარო საკუთარი სურვილის მიხედვით. მისი სიბრძნის წყალობით თოთი ატლანტების მრავალი ცივილიზაციის დამაარსებლად გვევლინება, მათ შორის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის. როდესაც თოთს ეგვიპტის დატოვება მოუწია, ამეტის დარბაზების თავზე პირამიდა აღმართა. ჩაწერა ყველაფერი თავის ქრონიკებში და საიდუმლო დარბაზებს მცველებად ყველაზე სანდო ადამიანები დაუნიშნა. მოგვიანებით მცველების შთამომავლებმა გააგრძელეს ტრადიცია და თოთის წასვლის შემდეგ აღმართული იქნა სიბრძნის ღმერთის ტაძარი. ლეგენდის თანახმად ამეტის დარბაზებში, იგივე ღმერთების დარბაზებში სულის გარდასვლა ხდებოდა, რათა სამსჯავროს წინაშე წარმდგარიყო. დროთა განმავლობაში თოთი კვლავ ჩნდებოდა სხვადასხვა ადამიანის სახით, ხოლო მესამედ და უკანასკნელად ის დედამიწას ჰერმესის სახით მოევლინა, როგორც ჰერმეს სამჯერ დაბადებული. ამ მდგომარეობაში მან კაცობრიობას უძველესი მისტერიული კრებული, ზურმუხტის ფილები დაუტოვა.